საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დამკვირვებლის სტატუსით ინდონეზიის დედაქალაქში სამხრეთ აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტაშორისო ასამბლეის 44 გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს. ღონისძიებაზე შეკრებილ 500-მდე დელეგატს სიტყვით მიმართა ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებისთვის და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს სამხრეთ აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებთან საერთო ინტერესების განვითარებაში. მოხარული ვართ, რომ ამ წლების მანძილზე შევძელით და კიდევ უფრო განვამტკიცეთ და გავაძლიერეთ ჩვენი ურთიერთობები სამხრეთ აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაციასთან, რასაც თავის მხრივ შედეგად მოყვა საქართველოსთვის საპარლამენტაშორისო ასამბლეის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება. ეს გახლავთ შესანიშნავი პლატფორმა საერთო ინტერესის საკითხების განსახილველად. საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა, წარმატებული რეფორმები და კორუფციისგან თავისუფალი საჯარო უწყებები დამატებით სტიმულს აძლევს ბიზნესებსა და ტურიზმის სფეროს კიდევ უფრო განსავითარებლად. 2022 წელს საქართველო მსოფლიოში ნომერ 1 ქვეყნად დასახელდა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, ხოლო მე-7 ქვეყნად ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. საქართველო გამოირჩევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, სადაც დანაშაულის მაჩვენებელი მინიმუმამდეა დაყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საერთაშორისო ასპარეზზე, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განათლებისა და სხვა მიმართულებებით, ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ამასთან მივიღოთ მეტი ცოდნა თქვენი წარმატებული ეკონომიკური მიღწევების მაგალითზე, რაც ჩვენს თანამშრომლობას ახალ, კიდევ უფრო მჭიდრო საფეხურზე გადაიყვანს.